ელისო ჯარიაშვილი საუბრობდა მოაბის პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ელისო. ოკუპანტების კიდევ ერთი მცდელობა აფხაზეთში ქართული კვალის წასაშლელად და კულტურის გასანადგურებლად. რუსი დოკუმენტალისტების მიერ გადაღებულ 26 წუთიან დოკუმენტურ ფილმში უძველესი ეკლესია-მონასტრების ქართული წარმომავლობაზე არაფერია ნათქვამი. პარალელურად გრძელდება ეროვნული ხუროთმოძღვრული ძეგლების მიზანმიმართული განადგურება, ლიხნის ეკლესია, ბედიის მონასტერი და ილორის წმინდა გიორგის ტაძარი. რუსი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციის შედეგად ყველა მათგანში გადაღებილია ფასადები და წაშლილია ქართული წარწერები და ფრესკები. ქართველი ექსპერტები რუსულ ქმედებებს ვანდალიზმად აფასებენ. ქეთევან ბერაიაგი ამბობთ. ქრისტიანობის ისტორია აფხაზეთში. რუსმა დოკუმენტალისტებმა რეგიონში რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ახალი ფილმი, ახალი ისტორიით შექმნეს. ყველა ძეგლი რუსმა ჟურნალისტებმა აბაზგებისა და აფხაზების კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადეს. რუსული ვერსიით მოქვი, ბედია, ლიხნი, ბიჭვინთის ტაძარი და კიდევ უამრავი ეკლესია-მონასტერი ქართული კულტურისგან დამოუკიდებლად არის შექმნილი და იქ ქართული კვალი არც არასდროს ყოფილა. В 1917 году образовывается Грузинская Демократическая Республика. რუსი დოკუმენტალისტების ვერსიით საქართველო აფხაზეთის მეზობლად მხოლოდ 1917 წელს გაჩნდა როგორც დემოკრატიული ქვეყანა და სწორედ ქართველებს უკავშირდება ეკლესიების ნგრევა და მათი განადგურება. ქართველი ისტორიკოსები თვლიან, რომ ფილმი კრემლის პოლიტიკის ნაწილია, რაც რეგიონში ქართველების წინააღმდეგ აგრესიის გაღვივებას უწყობს ხელს. ფაქტები კი, რომელიც ჟურნალისტებს მოყავთ, არც ერთ ისტორიულ წყაროს არ ეყრდნობა და სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი შინაარსის ვიდეო რგოლები სოციალურ ქსელებშიც გაჩნდა სახელწოდებით აფხაზეთის სიწმინდეები. თუკი ის იქნებოდა დამოუკიდებელი, თქვა სხვა ეთნიკური შემადგენლობის და სხვა ჯულის ქვეყანა და სხვა ჯულის სახელმწიფო, რა ის თუკი გამოიყოფოდა ბიზანტიას, დარჩებოდა დამოუკიდებლად, არ გაქართველდებოდა, იქ ბერძნული წირვა-ლოცვა ქართულით არ შეიცოლებოდა მაშინ. ბედიის ტაძარში ბაგრატ მესამის ფრესკა მთლიანად განადგურებულია. ლიხნის ტაძარი ხარაჩოებშია და რესტავრაციას ეგრეთ წოდებული რუსი სპეციალისტები ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად იწყებენ. მოსალოდნელია, რომ მუშაობის პროცესში ის მთლიანად გადაიღებოს, ფასადი შეილესოს და რუსული სტილის საბორად იქცეს ისევე როგორც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ილორში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და უკვე დღეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იერსახე მთლიანად შეცვლილი აქვს. ფასადი თეთრ და წითელ ფერებშია შეღებილი, გაილესა სამრეკლო ზარებს საღებავის კვალიც კი ეტყობა. ნაგებობას რესტავრატორებმა რუსული გუმბათიც დაადგეს. ქართული წარწერები, 5 ქართული წარწერა იყო თუ არ ვცდები, ის წარწერები არ ჩანს ამ შეთეთრების შედეგად. შემდეგ დააშენეს ზემოდან გუმბათი, ანუ რაღაც გეგმაზომიერად უცვლიან ტაძარს შესახედაობას, ამ ქართულ იერს უცვლიან გეგმაზომიერად. ეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფარულად გადაღებული სურათია რეაბილიტაციამდე. ქართული წარწერების სამუშაოების დაწყებამდე ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. უკვე დღეს კი მათი ბედი გაურკვეველია. ისევე როგორც ტაძრის შიდა მოხატულობის საკითხი, რადგან ეკლესიაში სურათის გადაღება ამ დრომდე ადგილობრივებისთვისაც იკრძალება. ვანდალურ ქმედებებზე ქართული კანონმდებლები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების საგანგებო მიმართვას უკვე ამზადებენ. დოკუმენტი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაეგზავნება სასწრაფო რეაგირებისთვის. ქართული მხარე თვლის, რომ ეს კრემლის აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია, რაც რეგიონში ქართული კვალის მთლიანად წაშლას გულისხმობს. თუმცა ყველა ის ძეგლი, რომლის განადგურებასაც რუსული მხარე ეტაპობრივად ახორციელებს, არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობაა და მათი პირვანდელი სახით შენარჩუნებას სხვა ქვეყნების ისტორიისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად ვაცნობებთ ისევ საერთაშორისო ორგანიზაციებს და რაც ხელი მიგვიწვდება, რაზეც ხელი მიგვიწვდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, აუცილებლად ჩვენ გვექნება რეაგირება. სხვა რეაგირების საშუალება სამწუხაროდ ჩვენ არა გვაქვს და ისინი რა თქმა უნდა განაგრძობენ ასეთ ვანდალურ, მე ვიტყოდი, აქტებს. ეს არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ რაღაცნაირი დამოკიდებულება. ეს არის საქართველოს მიმართ დამოკიდებულება, რომელიც ცივდება მხოლოდ კულტურული და სახელმწიფო საზღვრებს, ეს არის პოლიტიკური აქტი, თავისუფლად შეიძლება ეს იქნეს შეფასებული, რომელიც მოიცავს როგორც შენი ტერიტორიული თლიანობის ხელყოფა, შენი კულტურული წარსულის და კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა და შენი პოლიტიკური დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელყოფა. დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი ეკლესია-მონასტერია, რომელთაგან მხოლოდ 15-ია მოქმედი. სადაც სოხუმის მარიონეტული ხელისუფლების გადაწყვეტილებით წირვა-ლოცვა რუსულ და აფხაზურ ენებზე ტარდება. დანარჩენი ძეგლები კი უმოქმედოდ არის მიტოვებული, გაძარცვული და დაზიანებული. ქართველ ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ თუ რეაგირება დროულად მოხდება, ძეგლების აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნება.